ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა სამშობლოს. რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ესე მყარად, როგორც დღესა ვართ. ჩვენ ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ჩვენ ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს და სამშობლოს. იმდენად დიდი როლი შეასრულა ჩვენი საქართველოს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში ამ უდიდესმა პიროვნებამ, რომ შეუძლებელია მის გარეშე საქართველოს წარმოდგენა. სანამ საქართველო იარსებებს, აუცილებლად იარსებებს იდეა, რომელიც იმ ძნელბედობის ჟამს, იმპერიის მარწუხების ფარგლებში ჩვენმა დიდმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა. ამ გუმბერაზმა კაცმა, რომელმაც დაგვიტოვა საუნჯეთ მნიშვნელოვანი პოსტულატები, მამული ენას არწმუნოება. სწორედ ამ პოსტულატებზე დგას ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოც. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ჩვენი ილია ჭავჭავაძე და ის არის როგორც ილია მართალი, რადგანაც მთელი თავის ცხოვრება შესწირა სამშობლოს სიყვარულს და როგორც სანთელი ისე დაიწვა სამშობლოს სიყვარულში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა რომ ბევრი იყოს ჩვენი ერისკაცის მსგავსი ქართველები ჩვენს სამშობლოში. არავდეს უფალი ჩვენ სამშობლოში.